თქვენს წინაშეა ახამი ქიაშვილისა და ნიკოლოზ სულუკიძის ინტელექტუალური სამშაბათი. საღამოშვიდობისა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბრუნდებით ჩვენი ფორმატით სტუმართან ერთად. კვირას 23 თებერვალს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ძალიან საინტერესო კონცერტი გაიმართა, კერძოდ ახალი ბანას გუნდის ერთგვარი საანგარიშო კონცერტი, სადაც მოხდა მათი პირველი აუდიო ალბომის წარდგინება. გეტყვით, რომ ეს გუნდი დაარსდა, შეიქმნა იმ მნიშვნელოვანი პროექტის ბაზაზე, რაც გულისხმობს სურამისა და ხაშურის ეპარქიაში, კერძოდ ხაშურში მნიშვნელოვანი საკათედრო ტაძრის კომპლექსის სულიერ საგამანათლებლო ცენტრის ახალი ბანას მშენებლობას, რაც არის ანალოგი ჩვენი ისტორიული ტაო-კლაჯერთის ამ ცნობილესი ბანას გამეორება და ამ კუთხით ძალიან ბევრი მიმართულებით მიდის მუშაობა და უკვე დაარსდა ეს ანსამბლი. ცხადია, მათი მთავარი მიმართულება იქნება სასულიერო მუსიკა, საგალობლო მიმართულება, მაგრამ კარგია, რომ უკვე ისინი არა მხოლოდ სასულიერო კუთხით, არამედ საგუნდო, ხალხური ფოლკლორი და საესტრადო მიმართულებით მუშაობენ და სწორედ მათზე ვისაუბრებთ ამ ალბომზე და ჩვენი სტუმარი გახლავთ ახალი ბანას გუნდის დირექტორი ლაშა გელაშვილი. ლაშა, საღამოშვიდობისა. მადლობა. გილოცავთ პირველ რიგში ვესწრებოდი და გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ძალიან სასიამოვნო იყო ის, რაც ვიხილეთ, მოვისმენეთ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ 3 წელი არის ძალიან მცირე, იმის რომ გუნდი ჩამოყალიბდეს და ესეთი ფორმით წარდგეს. კიდევ ერთხელ ვიძახეთ, ძალიან მრავალმხრივია თქვენი მიმართულება და ერთგვარად ამდენიმე ნიმუში წარმოგვიდგინეთ და ნამდვილად მოსალოცია. გითხარით, მოდით ამ გუნდის შესახებ, მე მცირედ ვთქვი, მაგრამ თქვენ მეტი გითხარით, როდის, როგორ შეიქმნა და რა არის მიზანი და მიმართულება თქვენი საქმიანობისა. საღამოშვიდობის მივესალმები ჩვენს მსმენელს. მადლობა ჩვენი დაინტერესების და შეხვედრისთვის. ახალი ბანას გუნდი 2022 წელს დაარსდა მისი ყოვლადწმიდელობის სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის ლოცვა-კურთხევით და ლოტბარის ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელის დავით ცინცაძის უშუალო ძალისხმევით და მონდომებით. და ვიტყვით, რომ ანსამბლს ახლა მუსიკალურად ხელმძღვანელობს მისიო მოსწავლე შატო კუპათაშვილი. მე მგონი შესაძლოა აკეთებს ამ საქმეს, რატო არის ნახეთ. კი, შესანიშნავად და ამ კუთხით ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ახალი ბანას კათედრალისთვის შექმნილიყო ვაჟთა გუნდი, სამგალობლო გუნდი და ჩვენი სამგალობლო მიმართულება სწორედ ამისთვისაა, რომ როდესაც აშენდება ახალი ბანას ტაძარი, ვიგალობებთ ამ ტაძარში და უშუალოდ ეს ანსამბლური სურათი ჩვენი იმგვარია, რომ გავაკეთეთ ამავდროულად ანსამბლი, გუნდი ანსამბლად გაერთიანებული გუნდი, რომელიც შეისწავლა და უკვე პროცესში ასევე შესწავლის ქალაქური ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, რა თქმა უნდა, ჩვენი ფოლკლორის და ამავდროულად არაერთი ქართველი და არაქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები და ნიმუშები და ამდენად ვფიქრობთ, რომ ეს მრავალფეროვნება უფრო მეტად ლამაზი და ყურში უფრო კარგად აღსაქმელია და სხვანაირ წარმოაჩენს. თქვით, რომ ეს თქვენი პირველი აუდიო ალბომია, ერთგვარი საპრეზენტაციო თქვენი გუნდის, რა შევიდა? ყველაფერი შევიდა, რაც ამ ეტაპზე გაქვთ რეპერტუარში და კონკრეტული ნამუშევრებია? არა, ბუნებრივია, ერთ აუდიო ალბომს ჩვენ ვერ გავერთიანებდით იმ რეპერტუარს, რაც ამ წლების განმავლობაში გუნდმა დააგროვა, ჩვენ დაახლოებით 100-ზე მეტ ნიმუშს მაინც გავეცანით და დამუშავების პროცესშია. ამ ეტაპისთვის დისკში ჩვენს პირველ აუდიო ალბომში გაერთიანდა 22 ნიმუში, როგორც თქვი, არის სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები, ამავდროულად არის 2 ქალაქური სიმღერა და 1 საკომპოზიტორო რევაზ ლაღიძის შემოკარგო ქვეყანა გაერთიანებული, რომელიც თავის დროზე, როდესაც ის ეთერი ჩვენ სოციალურ ქსელში დაიდო, ძალიან დიდი პოპულარობა და სიყვარული დაიმსახურა ჩვენი ამიტომ დაიდობინა ალბომში. კი, რა თქმა უნდა, ამიტომაც ჩვენ ერთ-ერთ სიმღერად, ერთ-ერთ ნიმუშად სწორედ ალბომში ეს დავიდა. რამდენი წევრი ხართ ამ ეტაპზე ანსამბლში? თუ ხდება დავუშვათ ჩანაცვლება, რომ იყვნენ, მოგიმატნენ, ან წავიდა, მათი ადგილი სხვამ დაიკავა, აი რა ამ ეტაპზე რამდენი ხარ და მე როგორც ვიცი, ფიქრობთ, რომ გაცილებით გაფართოვდეთ. მაშინ როცა უკვე ახალი ბანას ტაძარი იკურთხებოდა, თქვენ იქნებით მათი ტაძრის გუნდის წევრები. კი, ზოგადად მეუფის დიდი სურვილი არის, რომ ჩვენ გავიზარდოთ, ვიყოთ 100-ნი, რატომღაც ესეთი, ვიყოთ მასშტაბურად უფრო დიდი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ძირითად შემადგენლობა გუნდის არის 21 ადამიანი და ბუნებრივი პროცესია სამწუხაროდ საბედნიეროდ არიან
შემადგენლობა, რომელიც ტოვებს ხოლმე რაღაც სხვადასხვა ფაქტორის გამო და რა თქმა უნდა ახალ პიროვნებებსაც ვიღებთ. თუმცა ანუ ძირითადად შემადგენლობა 21 ადამიანი ჩვენ გვყავს ასევე მოსამზადებელი ჯგუფი, რომელიც აი უფრო სამგალობლო მიმართულებით და უფრო აქტიურად მუშაობთ ხოლმე მასთან. გარდა სარეპეტიციო დღეების უშუალო გუნდთან, მათ კიდე დამატებით გვაქვს სარეპეტიციო დღეები დანიშნული და ახალგაზრდები არიან თუ კი, ასევე ჩვენი ასაკის ისევე ახალგაზრდებია. და ეს მუდმივად გვაქვს ეს მიღების პროცესი, მოსამზადებელ ჯგუფში მუდმივად გვაქვს და ჩვენი კარი და ვთქვათ რომ ღია ყველასთვის. ასევე ვიცი რომ ტრიო კარგად ვიცი, იმიტომ რომ მოვისმინე, ტრიოც შეიქმნა თქვენი ანსამბლის ბაზაზე ცალკე, რომელიც საერთოდ და შესანიშნავი და არაჩვეულებრივი ცისფერი ტრიოს გზას აგრძელებს. კი, ამბობენ რომ ძალიან კარგად ისმის და ძალიან კარგად კი ჩვენც მოგწონს რა ნამდვილად საუკეთესო ბიჭები არიან, საუკეთესო ადამიანები პირველად პირველ რიგში და მათი ხმები ძალიან კარგად შეერწყა და შეავსო, ასე რომ ვთქვათ. და მათი შემოქმედება ძირითადად ახლა ხაზი არის ცისფერ ტრიოზე და ახლა ალბათ ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ცისფერ ტრიოს რეპერტუარი განსაკუთრებულ განს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ამიტომ აგრძელებენ მათ ხაზს, რა თქმა უნდა, მოგზალებით, როგორც მათ შეუძლიათ, მაგრამ იმედია რომ ყველაფერი უფრო მეტად დახვეწილი და უფრო მეტად კარგად იქნება წარმოჩენილი. რა სექცია ყურადღება, როცა რეპერტუარს არჩევთ, კიდევ ერთხელ გამემეორებოთ თქვენ გაქვთ მიმართულება სხვადასხვა, საგუნდო, ფოლკლორული, სამგალობლო, საესტრადო. აი როგორ ირჩევთ, იმიტომ რომ საბედნიერო ჩვენ ძალიან ბევრი მასალა გვაქვს იმ ყველა მიმართულები, ჩვენმა წინაპრებმა, ავტორებმა საოცარი ნიმუშები დაგვიტოვეს და ყველაფერს ერთი გუნდი ვერ შეასრულებს. თქვენი მიმართულება არის და განსაკუთრებით რა სექციად ყურადღებას, როცა რეპერტუარს არჩევთ. რეპერტუარის შერჩევისას განსაკუთრებული ფიქრობ, ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, მით უფრო როცა საქმე ეხება უშუალოდ ფოლკლორულ ნიმუშებს, სხვადასხვა კუთხისას და გალობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს გალობა მით უფრო ეს მკაცრად კანონიკური, ესე იგი მუსიკალური ამბავია და რომელსაც მას თავის ჩამოყალიბებული ძალიან ესეთი სწორხაზოვანი კონფიგურაცია აქვს. გალობის კუთხით ჩვენ მადლობა გვაქვს რომ 10000-ზე მეტი საგალობელი გვაქვს და სხვა კილო კუთხის სხვა პიროვნებების იქნება ეს სკოლები ქონდა ჩვენ ამას მოგეხსენებათ და ამ კუთხით ჩვენ მიუყვებით იმას რაც უკვე დაწერილია და ჩვენთვის მოცემულია რაც შეეხება ფოლკლორს და სხვა საკომპოზიტორო თუ ქალაქურ მუსიკას იქ ბუნებრივია ვცდილობთ რომ ძალიან მსუბუქად რომ უბრალოდ ჩვენი საშემსრულებლო მანერით თუნდაც მცირედი ცვლილებები შევიტანოთ ხოლმე თუმცა რა თქმა უნდა იქაც ისეთებს უმღერიათ და ისეთები მღერიან დღეს რო ეხლა ჩვენ რაღაც ზედმეტად არ ვაპირებთ უბრალოდ ყველაფერს თავარი არის რომ ვაკეთებთ განსაკუთრებულ სიყვარულით ამ საქმის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულით და ნუ რაღაც ალბათ ყველა გუნდს აქვს ეს თავისი ხაზი და ნიშა. კი, მიუხედავად იმისა, ლაშა როგორ თქვით, სულ 3 წელია რაც დაფუძნდით, თქვენ უკვე ვიყავით ოცხოვეთში, იყავით ინდოეთში, იყავით ჩეხეთში. ამ კუთხითაც მინდა გკითხოთ, თუ იგეგმება საერთაშორისო მოგზაურობა და ასევე რეგიონებში, იმიტომ რომ განსაკუთრებულია ხოლმე ჩვენ სხვა კუთხეში, როცა ჩადიან ანსამბლები მათი შეფასებაც და ასევე მე გამომიწია ჩემი პროფესიონალი გამომდინარე საოცარი მაყურებელი და სპენელი რეგიონებში. ამ კუთხით რა ხდება? კი. საერთაშორისო პროექტებზე რა თქმა უნდა მუშაობთ აქტიურად, თუმცა ჩვენთვის პირველ რიგში ამ თავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ჩვენი რეგიონებისთვის, რეგიონებში კონცერტების გამართვა. ამ კუთხით ჩვენ გასულ წელს უნდა 3 ქალაქში ჩაატარა, მათ შორის ბორჯომში, თელავში, ნუ ხაშურში რა თქმა უნდა ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე სხვა ღონისძიებებზე, იმიტომ რომ მშობლიური ქალაქია ეს უკვე ჩვენთვის კი ბანას ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც ახლა უკვე მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკებები და ალბათ უფრო გაზაფხულისთვის, როცა უფრო ეს სიცივეებით გადაივლის მოგწევამის საშუალება, რომ გამართოთ სხვა ქალაქში. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ავად ახალი ბანას ამ მართლაც უნიკალურ პროექტზე, ამ კუთხით ჩართული ხარ შენ აქტიურად და მოდი კიდევ ერთხელ ჩემს მენელს გავაგებინოთ. ალბათ იცის და საზოგადოება მიცის უკვე, იმიტომ რომ ამ კუთხით ბევრი მუშაობა მიდის და ყოველდღიური მუშაობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ყოველას უთხრათ, იმიტომ რომ ეს სახალხო პროექტია და ეს არ არის კონკრეტულად ერთი ეპარქიის ერთი ტაძარი, თუმცა ნებისმიერი ტაძარი ძალიან მნიშვნელოვანია თავის დატვირთვით, მაგრამ ეს ცდება კონკრეტულ ადგილმდებარეობას და მისი დატვირთვა არის მთელი ქვეყნის. გითხარით კიდევ ერთხელ ახალი ბანა შესახებ. ალბათ ყველაზე უფრო მეტად მარტივად და გასაგებად რო ვთქვათ, რა არის ეს თანამედროვეობაში, ჩვენს დღევანდელობაში ახალი ბანას კულტურულ-სამართლებრივი საგანმანათლებლო ცენტრი,
მარტივად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის იყალთოს აკადემიის, გელათის აკადემიის გაცოცხლება ეკლესიის ბაზაზე, აი თანამედროვეობაში. და ნამდვილად ახალი ბანას გენიალურობა ამ პროექტის არის ის, რომ ეს არის როგორც უკვე ახსენეთ, არ არის მარტო სულიერების ცენტრი, სადაც რომ სასულიერო პირებისთვის ან მრევლისთვის ან სამონასტრო სივრცე, ეს არის აბსოლუტურად ღია სივრცე ყველასთვის, საგანმანათლებლო, კულტურული, სამოქალაქო კუთხით და იქ უკვე არსებობს და ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი, რომელიც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ააშენა და ძალიან ერთ-ერთი ლამაზი საოცარი შენობა და არქიტექტურის მქონე და ძალიან მაგარ გარემოში, ალბათ დღეს იშვიათია ასეთ გარემოში საგანმანათლებლო ამ დონის საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა, უკვე აქტიურად მუშაობს საგამოფენო სივრცის მოწყობაზე, სადაც არის ჰაბი იქნება, ჩვენ საკმაოდ კარგი გეგმა გვაქვს ამ კუთხით, საზაფხულოდ გვინდა საერთაშორისო ფესტივალებს, ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გაკეთება, აი ამ პროექტიც უკვე ჩვენ აქტიურად სხვადასხვა მუსიკალური სფეროს წარმომადგენელთან მუშაობთ და გვინდა რომ ამ დიდი ამფითეატრი გაკეთდეს აი ტყესთან ახლოს იქ, რომ იმიტომ რომ იქ საოცარი სიმშვიდეა განსაკუთრებით ზაფხულში, საღამოს პერიოდში და სურამის სიაუბერავს იქვე და ზუსტად ვიცი რომ ის ყველასთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი ადგილად იქცევა. სხვადასხვა მიმართულებით როგორც კულტურული დასვენების და კი ბატონო, ბევრი კუთხე. დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა წარმატება მინდა გისურვოთ. მე შევახსენებ სმენელს რომ კონსერვატორიის მცირე დარბაზში კვირას გაიმართა ახალი ბანას გუნდის ანგარიშო კონცერტი და მათი პირველი აუდიო ალბომის პრეზენტაცია. მისი ანსამბლის გუნდის დირექტორი ლაშა გელაშვილი ხმობდა და დაუტოვოთ ერთ-ერთი ნიმუში და რას მე როგორც ვიცი, შენ აღნიშნე რომ რაღაც მაყურებელს დიდი ინტერესის გამო შევიდა ამ ალბომში. შესანიშნავია შემკარ ქვეყანა და ალბათ ამას დაუტოვებთ უპრიანი იქნება. კი, რა თქმა უნდა, ბოლოს. რევას ლაღიძის შემკარ ქვეყანა ასრულებს ახალი ბანას გუნდი. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. Შემოკარ